Привет ყველას. ვაგრძელებთ ჩვენს მე ფორმატთან დაკავშირებულ საკითხების შესწავლას, რომელიც დაგჭირდება. დღეს უკვე როგორც იქნა პრაქტიკაზე გადავერთით. ანუ რაღაცას დაწერთ. მე დაწერილი მაქვს უკვე, მაგრამ თქვენ დაწერთ. ისე შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ გითხაბზე ატვირთე. არა, გითხაბზე ვავდვირთ, თქვენ ჩამოდვირთავთ იმას და 1 გრამ პროგრამას არ დაწერთ. ამიტომ მიჩვენია, რომ მარტო ვიდეოში რომ ეს გაიმეოროთ მე და ხელი დაკრიფოთ. ანუ როდესაც თვალი უღურებს და ხელი იკრიფავს, უფრო ადვილად მოახსოვდება ადამიანს. მოკლედ მოდით ხლა გავაკეთოთ ეგ საქმე. Так, მე ხლა როგორც გითხარით, სადა მაქვს ყველაფერი, აქ მაგ. ხო, როგორც გითხარით, აქ extension-ები, ანუ აი ესენი დაგჭირდება, Python-ი არ მგონია რომ დაგჭირდეს, მაგრამ ხანდახან ვიყენებ, ამიტომ მაგრამ და ესენი დააყენეთ. აქ შეგიძლიათ Microsoft-ის extension-ი დააყენოთ. მე ეს მიყენე, ეს ის კარგია პრინციპში და ის Microsoft-იც. კაი, მოდი გადავიდეთ. ეხლა უყურეთ. ეს არის, მოდი ცოტა გავადიდებ ამას, თორე შეიძლება ვიდეოში არ გამოჩნდეს, ამიტომ გავადიდებ ამას. მიიღოს 18 თუ კაი 20 იყოს. მე მგონი უკეთესი, სად გამოჩნდება. აი, გადიდა. ეს მე მგონი კარგად გამოჩნდება ვიდეოშიც. ეს არის ასემბლერზე დაწერილი Linux-ისთვის, მხოლოდ და მხოლოდ Linux-ისთვის. ოღონდ ეს არის Intel-ის პროცესორისთვის დაწერილი პროგრამა. პირველი არის Global Start-ი. აი ეს, Global Start-ი, ანუ აი ამ მისამართი ეს ფაქტიურად. აი ამ მისამართს ვაცხადებთ გლობალურად, ანუ ჩანს მოდულის გარეთ. მერე section, ჩვენ უკვე სექციებზე ვისაუბრეთ და section წერილი ტექსტი ეს ნიშნავს, რომ აი ამის ქვემოთ რაც წერია, ეს არის კოდის სექცია. აი ჩვენ თქვა შეგიძლიათ თქვენ გაუშვათ და ნახოთ ვიდეო, სადაც გამშვები ფაილის ფორმატებზე ვსაუბრობ და იქ ზუსტად იქ მაქვს სექციები, ნახსენები და კონკრეტულად წერტილი ტექსტი და იქ მაქვს ნათქვამი, რომ კოდის სექცია მეთქი. აი ეს არის კოდის სექცია. აი ეს არის დასაწყისი, აი უყურეთ ეს სტარტი და ეს სტარტი არის ერთი და იგივე. დასაწყისი რის, ანუ პირველი ბრძანება სად არის? ანუ როდესაც აიტვირთება ეს პროგრამა, სად არის ეს ბრძანება, სად მეხსიერებაში, ვირტუალური მისამართი იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ ვირტუალურ მეხსიერებაში იტვირთება. და პირველი ბრძანება არის აი ეს. აქ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დაპროგრამების ენაში არის კომენტარები, აქ კომენტარები არის წერტილმძიმე, ეს არის კომენტარი. ეს არის კომენტარები. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ და კომენტაროთ, რაც გნებავთ და ამდენიც გნებავთ. ესეთი, რაღაცები გვაქვს. და ეხლა აქ უკვე რა გვაქვს? Move. ეს არის პირველი ბრძანება, რომელიცაც თქვენ შეისწავლეთ. Move რა არის? ინგლისური სიტყვა არის, რა თქმა უნდა, ბოლოში ერთი სიმბოლო ჩამოჭრილია და რაც ნიშნავს გადატანას, გადაადგილებას. AIX-ი უკვე ჩვენ ვისაუბრეთ პროცესორის რეგისტრებზე, ანუ ეს არის მეხსიერების ბლოკები, რომელსაც რაღაცა სახელები აქვს და აი სახელი, ანუ ამ სახელით ჩვენ უკვე ასემბლერის პროგრამაში წერთ, რომ აი ამ რეგისტრში, რომელსაც AIX-ი ქვია, ჩაწერე 60. ანუ რა, აი ამ რეგისტრში ჩაწერე 60, რიცხვი 60.
ხო, ეს არის 10-ობითი, 16-ობითი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ აი მაგალითად 0x 3c არის 60. აი ეს. ანუ 16-ობითი შეგვიძლია ჩაწეროთ. ასევე 2-ობითიც, ანუ მაშინ 0b და მერე 0.1 ესე უნდა დავწეროთ. ანუ ყველა ვარიანტში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. აი ეს რა არის ცოტა ხანში აგიხსნით და გვაქვს აი ეს კიდევ. ეს არის რა? ესეც რეგისტრი არის. და აი ამ რეგისტრში ვწერთ 0-ს. აი ძალიან მარტივია, მოკლედ რა. და მერე syscall. Syscall-ი არის ოპერაციული სისტემის სერვისის გამოძახება. ბირთვის სერვისის გამოძახება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ნაკადებზე და ანუ რა ხდება, როდესაც პროგრამა ჩაიტვირთება, მერე არსებობს რეგისტრი სპეციალური 64 ბიტიანი თუ არის პროგრამა, ეს გითხრათ. აი ესეთი რეგისტრი არსებობს ანუ ეს არის ინსტრუქციის პოინტერია და რო ჩაიტვირთება მე აი ამ სტარტის მისამართი იწერება ამაში და მე როდესაც ყველაფერი გამზადდება და ნაკადი შეიქმნება როგორც ობიექტი პირველი და პროცესორი უყურებს ამ ნაკადისთვის არის მონაცემთა ბაზა რა რეგისტრების მნიშვნელობები და აი აქ იწერება აი ამ სტარტის მნიშვნელობა და მე როცა ყველაფერი გამზადდება როგორც ობიექტი შეიქმნება მე რო დაიქოქება ეს ისა ნაკადი პროცესორი მიაკითხავს აი ამ რეგის აქ წერია ვირტუალური მისამართი პირველი ანუ იმ ბრძანებისა რომელიც უნდა შეასრულოს ანუ აი ამის მისამართი წერია ადგება წამოიღებს ამ მისამართს მიაკითხებს წამოიღებს პროცესორი აი ამ მონაცემებია ეს ხო იგივე ბრძანებაა და მონაცემია იგივე წამოიღებს ჩაიტვირთავს ესე რომ ვთქვათ უხეშად და დაიწყებს აი ამ ბრძანების შესრულებას და თან ეს ბრძანების შესრულებისას ერთ მომენტში აი ამ რეგისტრის მნიშვნელობა იცვლება ისეთნაირად რომ აი ეს აი ამ ბრძანების მისამართი მიიღება მე როდესაც ამას დაასრულებს პირველ ბრძანების შესრულებას მე გადავა მეორე ბრძანების შესრულებაზე სანამ მეორე ბრძანების შესრულებაზე გადავა ეს ბრძანება ხოლმე წამოიღოს მეხსიერებიდან აი ამ რეგის საკითხავს ისევე აქ უკვე წერია აი ამ შემდეგი შესასრულებელი ბრძანების მისამართი მოაკეს ბრძანება და დაიწყებს მის შესრულებას ესეც აი ამ ბრძანების შესრულებისას იცვლება აი ამ რეგისტრის მნიშვნელობა და გამოითვლება ფაქტიურად system call-ის მნიშვნელობა. ანუ სად არის მეხსიერებაში ეს და მე რა თქმა უნდა ამასაც წამოიღებს მეხსიერებიდან დაიწყებს მის შესრულებას. ეხლა ეს მე რაც აღწერე ეს არის ანუ ნაკადი ესე მუშაობს. როდესაც ჩვენ კოდს ანუ ეხლა აი ამ კოდს მაგალითად რო გავუშვებთ ხო და იმუშავებს. როდესაც მუშაობს და აი ამ სამ ბრძანებას ასრულებს ნაკადი იმყოფება user mode-ში. ანუ user mode-ში მუშაობს. როდესაც system call-ი გვაქვს უკვე ნაკადის კონტექსტი იცვლება და გადადის kernel mode-ში. ანუ რა kernel mode-ში რა ჩვენ ხო ვიცით რომ ვირტუალური მეხსიერების სივრცე იყოფა ორად user mode-ად, ანუ სადაც ჩატვირთული იქნება აი ეს ჩვენი პატარა პროგრამა, რომელიც სამი ბრძანებისგან შედგება მხოლოდ და user mode-დან გადახდება kernel mode-ში. და ეს არის ზუსტად აი ეს ბრძანება არის ის რომელიც აიძულებს ნაკადს გადავიდეს kernel mode-ში. kernel mode-ში როდესაც გადავა ჩვენი პროგრამის კოდი კი აღარ სრულდება, არამედ
ოპერაციული სისტემის ბირთვის კოდი სრულდება. ნუ ხალხადაც ახლა ეს ჩვენ Linux-ის კოდი გვაქვს, ანუ Linux-ის პროგრამა გვაქვს, მაშინ Linux-ის ბირთვის კოდი, რა თქმა უნდა, ის კომპილირებულია უკვე ისრულდება. მაგალითად, თუ იქნებოდი ჩვენ Windows-ში, ნუ აქ Windows-ში ცოტა სხვანაირად არის აი რაღაცეები. მე გეტყვით რა, აი Linux-ის რა და Windows-ში ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ system call-ი Windows-შიც არის, Linux-შიც არის. რა თქმა უნდა, Intel-ის ან AMD-ის პროცესორი უნდა იყოს. თუ არ მის პროცესორი ეგ ცოტა აქ ბრძანებები სხვანაირია. ნუ მოკლედ აი ესეთი რაღაცები გვაქვს. და მე უკვე აი ეს მე გადადის ბირთვის კოდის შესრულება, ოპერაციული სისტემის ბირთვის კოდის შესრულებას, ანუ იქ ხდება ანუ კონტექსტი იცვლება მის. რატომ კეთდება ეს? ნუ როდესაც ჩაიტვირთება ჩვენი პროგრამა, რა თქმა უნდა, რესურსები გამოიყოფა და პირდაპირ გეტყვით, ეს სამი ბრძანება არის, აი აქ მიწერია კიდეც ეს არის exit-ი, ანუ რა გაშვებული პროცესის, ანუ აი ჩვენი პროცესი ხო რო გაუშვეს ხო პროცესად შეიქმნა აი ჩვენი პროცესის დახურვის კოდია ეს. ანუ ეს არის სამი ბრძანება. ანუ ჩვენ ვეუბნებით ოპერაციულ სისტემას, აი ეს არის პარამეტრები ზუსტად დახურ, ანუ აი ამ ბირთვის სერვისებს აქვს თავისი რიცხვი. აი EAX რეგისტრში უნდა იყოს ზუსტად აი ეს რიცხვი, ნომერი აი ამ სერვისის, ბირთვის სერვისის. და აი ეს არის უკვე პარამეტრი, RDI-ში არის პარამეტრი ჩაწერილი. ანუ ეს არის exit კოდი. აი ამის. ანუ თუ მაგალითად C++-ში წერთ რაღაცას, იქ ბოლოში თქვათ main ფუნქციაში return 2 რო გაქვთ, აი 0-ია ის 0. აი ეს. და მე რა თქმა უნდა ეს არის უკვე თვითონ ბირთვის სერვისის გამოძახვა. ანუ ესე იგი EAX-ში წერთ ბირთვის სერვისის ნომერს, ანუ ეს არის 60, მოდი დავაბრუნოთ 60 თქვენთვის უფრო ალბათ მოსახერხებელია ამ შემთხვევაში. ისე 16-ბიტშიც უნდა თავისუფლად უცნობდეთ თავს, ანუ 16-ბიტი რიცხვების გამოყენებაში და ხანდახან 2-ბიტიც. და მე აი ანუ ამ რეგისტრში, ანუ ფაქტობრივად ეს ორი ბრძანება არის მოსამზადებელი ეტაპი იმისათვის, რომ მე ოპერაციული სისტემის ბირთვი გამოვიძახო. ანუ ესე იგი EAX-ში წერთ ნომერს, სერვისის ნომერს და მე EDI-ში, ну EDI-ს დავუძახებ. მე წერთ exit კოდი, ანუ რა პროცესის დასრულების კოდი, ანუ სტატუსი იგივე. და მე უკვე ვიძახებთ ოპერაციული სისტემის ბირთვის ბირთს რა. იქ უკვე ბირთში უკვე ოპერაციული სისტემის კოდი უკვე ნახულობს, რომ ანუ რა უნდა ახლა აი ამ პროგრამას ჩვენგან, 60. ესე იგი უნდა დაასრულოს მუშაობა. ოკეი, თუ უნდა დაასრულოს მუშაობა, ეს დაიწყებს უკვე იმ რესურსების გათავისუფლებას, რომელიც დაჭირდა ჩატვირთვას. ანუ ჩატვირთვისას ან პროგრამის მუშაობისას თუ რამე რესურსები გამოიყენა პროგრამა, მის გათავისუფლება მიდის. ნუ აი მოდელი და ესეთი რაღაცა. ეხლა აქ მე მანკინევ მეორე ფაილი, რომელსაც make ფაილია. აქ ახლა აქ ვერაფერს ვერ გავადიდებ. make ფაილია რა. ანუ ასე იწერება. ანუ სახელი ფაილის არის ეს, არანაირი გაფართოება წერტილით რაღაცა ეგ არა. ანუ კიდევ make ფაილი შექმნით, გახსენით და ჩაწერეთ აი ესეთი რაღაცეები. აი ერთ-ერთი extension რომელიც დავაყენეთ, აი ეს არის make file tools. აი ამისთვის გვჭირდება რომ ვიცოდეთ. და მე default-ი ეს არის ძალიან კარგი utility, რომელიც გვეხმარება ბრძანებების სცენარების გაშვებაზე. აი ხა მაგალითად default-ი არის სცენარი, run-ი არის სცენარი და this არის სცენარი. თვითონ აგიხსნით. მე აი აქ როდესაც default-ს აკრიფავთ, აი ეს ორი წერტილი აქ და გავიწყდეთ, ეს არის სცენარი და მე ახალ ხაზზე რომ ჩამოყვალთ, ტაბულაციით გაციეთ, ანუ space-ების დაჭერით არ გადახვიდეთ. ერთი ტაბულაცია არის საჭირო, გადახვალთ.
მერე აქ რა ხდება? ხო, ეს ფაილი მე აქ start-თან წერტილი ASM-ი დავარქვი. ანუ მოდი ისე წერტილი ASM, ну ASM-ი არის assembler-ი. აი ესეთი რამე დავარქვი. ხო, ну მოდი გადავიდეთ ისევ აქ. ანუ NASM-ი არის უკვე კომპილატორი, რომელიც ჩვენ წინაზე დავაყენეთ. მერე არის დროშა -f და ვეუბნებით ამ კომპილატორს, რომ უნდა დაგვიმზადოს elf-ის ფორმატის ფაილი. ოღონდ თან ეს elf-ის ფორმატის ფაილი უნდა იყოს 64 ბიტიანი. ანუ ესე იგი ჩვენ აი აქ NASM-ის კომპილატორს ვეუბნებით, რომ Linux-ისთვის დაგვიმზადოს 64 ბიტიანი პროგრამა. მერე აი ეს არის თვითონ ის ფაილი, სადაც აი ეს პროგრამა წერია. ეს არის. ანუ ესე იგი ჩვენ დავაკომპილირებთ მოკლედ აი ამ ფაილს. მიიღება o ფაილი, აი ესეთი start-o, აი ესეთი სახელის ფაილი მიიღება. ახლა ეს რა არის 2 და. ანუ თუ კომპილაცია უშეცდომოდ ჩაიარა კომპილაცია, მაშინ მივიღებთ აი start.o-ს. ანუ ეს არის ობიექტური მოდული, ოღონდ ეს ობიექტური მოდული ჯერ არ არის პროგრამა. და იმისათვის რომ პროგრამა გადაიქცეს საჭიროა ლინკირება, ანუ ეს არის GCC-ის ლინკერი და აი ამ ლინკერი უკვე გადააქცევს აი ამ ობიექტურ მოდულს პროგრამად, რომელსაც დაარქმევს starts. ეხლა ცოტა ხანში აი ესეთ მოკლედ აი აქ ცოტა აი მას რა არის ახლა ეს. ну მოკლედ შევთანხმდით აი ამ ბრძანების გაშვების შემდეგ იქნება start.o. მერე ანუ ეს გეტყვით მერე რა როგორ არის ანუ ეს სცენარს გიხსნით ახლა. აი ეს თუ ესე იგი უშეცდომოდ იმუშავა, ანუ შეიძლება აქ თქვათ რაღაცა შეცდომა დაუშვათ. თუ შეცდომა დაუშვით, ну რა თქმა უნდა, აი ეს უკვე ლინკერი აღარ იმუშავებს. ანუ თუ კომპილაცია ესე თქვათ, სწორად მოხდა, არ უშეცდომოდ, მაშინ აი ეს და არის ზუსტად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გაუშვათ მერე ეს. თუ შეცდომა მოხდა, ეს და აღარ გვაძლევს საშუალებას, აი ეს გაუშვათ რა. ну მოკლედ კომპილაცია ანუ o ფაილი ობიექტური მოდული თუ მივიღეთ უშეცდომოდ, ანუ გავაკომპილირდა უშეცდომა არ იქონდა, მერე აი ამ o ფაილს გადავაკეთებთ უკვე პროგრამად. და პირდაპირ ვეუბნებით ლინკერს, ანუ LD არის ესე ქვია. ანუ LD-ს ვეუბნებით რომ start.o გადამიკეთე პროგრამად და დაარქვი აი ეს start-ი. ანუ რა -o არის ესე ოფცია და ლინკერს მიუთითებს, რომ იცი რა არის, აი რასაც მიიღებ ფაილს, იმას დაარქვი start-ი. ანუ პროგრამას დაარქვი start-ი. თუ ესეც კომპილაციას მერე თვითონ პროგრამის მიღება, ანუ ლინკირების დროს შეცდომა არ მოხდა, თუ ხავგებით ანუ ეს და მაგის საშუალებას გვაძლევს. მერე ვშვით ანუ ობიექტურ მოდულს, იმიტომ რომ აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ობიექტური მოდულიდან უკვე მივიღეთ ის, რაც გვინდოდა ანუ პროგრამა და მერე ამის შემდეგ უკვე ანუ ეს უშეცდომოდ თუ ჩაიარა ამ ყველაფერმა, ხო აქ რა ხდება, ფიფქი არის, ანუ ნებისმიერი ფაილი წაშალე, რომლის ბოლოშიც არის წერტილი-o, ანუ ესე იგი ნებისმიერი ობიექტური მოდული, თუნდაც 100 რო იყოს, ყველას აშლის რა. და მერე არის ეს არის გაშვება უკვე, ანუ პროგრამის გაშვება, ანუ უკვე პროგრამა გამზადებულია, რახანაკამდე მივედით და გაშვება მისი. ეს არის უკვე რანის დროს ხდება ეს უკვე გაშვება არის, ანუ უკვე გამზადებული არის და გაშვება, ანუ აქ კომპილაციაც ხდება, ლინკირებაც ხდება, ანუ და მერე უკვე გაშვებაც ხდება და აქ მხოლოდ გაშვება არის, ანუ უკვე თუ არსებობს უკვე შეგვიძლია გავუშვათ. აქ შეგვიძლია დავამატოთ აი ესეთი სცენარი, აი თქვენი თვალწინ დავამატებთ, შემიძლია ახლა ეს ავიღოთ, rm არის remove მაგას ნიშნავს, ეს არის Linux-ის ბრძანება არის. ერთ-ერთი ბრძანება და აი start-ი ჩაუწერო. ანუ ეს არის რა ფაქტიურად სცენარი, სადაც ვშლით აი ამ პროგრამას, ამ გვერდ დაკომპილირებს, აი თუ ვინა რომ შევინახოთ ეს
ისე პატარა პროექტი და რადგან პროგრამა თლიანად შევინახოთ და კომპილირებული უკვე, აი შევინახავთ მარტო make-file-სა და ASM file-ს და ანუ გვექნება სამე. და სცენარს გავუშვებ და ყველაფერი იქნება რიგზე. დის რა არის ცოტა ხანში გეტყვით. ეხლა აქ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს? აი აქ არის ინტეგრაცია ტერმინალის, ეს არის ტერმინალი. არ ვიცი, ამდენად გამოჩნდება ეს, მაგრამ ნუ მოკლედ ეს არის. ეხლა აი მაგალითად მინდა დავაკომპილირო. აქ პირდაპირ make всё დაკომპილირდა. აი აქ თუ დააკვირდებით, არ ვიცი, რამდენად ჩანს ვიდეოში. ზუსტად წერია ის. ეხლა უყურეთ ეს პროგრამა გაიშვა ჩვენი, რამე შეცდომა რო ყოფილიყო აქ აუცილებლად დაგვიწედა და იქ რა შეგოდა რაღაცა იქნებოდა. უბრალოდ ახლა აქ ჩვენ არაფერს არ გვეუბნება. იმისათვის რომ დავწუნდეთ პროგრამა მუშაობს თუ არა, მივმართოთ აი ესეთ რაღაცას. ეხო ან მოდით რა ვქნათ იცით, მოდი ტერმინალს გავხსნით და ისე გავაკეთოთ, ხო? так, სად მაქვს აი წავშალოთ. შეგიძლიათ აქ გახსნათ ტერმინალი ეგრევე, მოდი ამას წავშლი რა არის. ხო. და იმას გადავაკოპირებ, რომ აი ნაბიჯ რო გავიდეთ რა პრინციპში, მან ცოტა დიდი ვიდეო გამომივა, მაგრამ ნუ რა ვქნა. ცოტა გავადიდოთ. აი ანუ ეს არის NASM-ის კომპილატორს ვეუბნები, რომ ELF-ის 64 ბიტიანი პროგრამა რო გვინდა, ნუ პროგრამა რა ობიექტური მოდული და მე ეს საიდან რა უნდა დააკომპილიროს. ეხლა თან გაჩვენებთ აი ამასაც, ხო? აი შევხედოთ ამას უყურეთ. აი უყურეთ start all მივიღეთ. ანუ რა ობიექტური მოდული. ეხლა აი ამ ობიექტური მოდულიდან დავამზადოთ აი ეს ჩვენი პროგრამა. მოდი ის კიდევ ასე ამოვწიოთ, რომ ნახოთ, ხო? აი უყურეთ start-ი და ობიექტური მოდული. ანუ ორივე გვაქვს რა. ამიტომ აი ამას ახლა მოვკიდე. ანუ მე მგონი სცენარი, მე მგონი მიხვდით უკვე რაც არის, ეს არის ბრძანებების ერთობლიობა. აი ობიექტური მოდული წაიშალა უკვე. და მე არის უკვე გაშვება. აი ეს არის გაშვება პროგრამას. ანუ სუფთა ტერმინალში თუ გააკეთებთ ამ ყველაფერს, ნუ აი ესეთაირად უნდა გააკეთოთ. ნუ რა თქმა უნდა, კომფორტული არის ვიზუალ კოდში გაკეთება make file-ით, მით უმეტეს აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ make file-ი, აი წავშალოთ და პირდაპირ make. აი ანუ ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად გაკეთეთ, ობიექტური მოდული ვაფშე იყო არ იყო, ნუ ვერ ხედავთ. აი ესეთი რაღაცაა. ნუ კარგით, მოდით ახლა უბრალოდ გავუშვათ პროგრამა და დავწუნდეთ მართლა ყველაფერი არის თუ არა ისე როგორც მე ვთქვი. ეხოთი არის ბრძანება, რომელიც ბეჭდა დავწერე. ეხო არის ბრძანება, რომელიც ტერმინალში ბეჭდავს ტექსტს და აქ უნდა გავაკეთოთ დოლარის ნიშანი და კითხვის ნიშანი. ანუ ეს დოლარის ნიშნით საერთოდ იწყება Linux-ის ტერმინალში ცვლადები. ანუ დოლარის ნიშნის შემდეგ ცვლადი სახელი მოდის. ეხლა კითხვის ნიშანი, როდესაც არის, აქ საუბარია, როდესაც პროგრამას გაუშვებთ და დაასრულებს, აი დასრულების კოდი, იგივე სტატუსი იწერება აი ამ კითხვის ნიშანში, ანუ კითხვის ნიშანი არის ცვლადი. აი 0 წერია. მოდით ახლა ის გადავაკეთოთ, აქ 0 კი არა, მოდით ჩავწეროთ, აქ 10 იყოს, თქვა 10. და დავაკომპილიროთ. მოდი მე იქით გავაკეთოთ. უყურეთ, აი ეს გაუშვა, უყურეთ. და უყურეთ. ანუ ეს make utility უყურებს. პროგრამა რო გაუშვი, დასრულდა. და
რო დასრულდა თუ დასრულდება რა თქმა უნდა 0-ით, ანუ სტატუსი იქნება 0, მაშინ არის არ დაბეჭდავს, მაგრამ თუ 0-ისაგან განსხვავებული რიცხვით დასრულდება პროგრამის მუშაობა, მაშინ დაგვიწევს ესეთ რაღაცას, ანუ ერორი და მერე ის რიცხვი. აქ ახლა ეს რიცხვები ძალიან ბევრი არ შეიძლება იყოს, ანუ თქვა 1000, მაგალითად, ანუ არ დაბეჭდავს 1000. რაღაცა არ ვიცი სადამდე არის, მგონი 128-მდე თუ 27-მდე, ზუსტად აღარ მახსოვს რა. და ნუ ბეჭდავს იმას. ახლა ეს ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ აი ასე, ახლა აი აქ მაგალითად ვაფშე არ ჩანს, მაგრამ აი ესე შეგვიძლია ვნახოთ ახლა აი ამით. აი ესე ვნახოთ. უყურეთ. აი უყურეთ 10 დაბეჭდა, ეს არის ზუსტად ის სტატუსი. ანუ აი ეს პროგრამა რომ გავუშვი, მისი დასრულების სტატუსი, ანუ კოდი არის 10. აი ესეთი. ესეთი რაღაცები შეიძლება მოკლედ რა. make ეს უკვე ანუ make-ის შემდეგ ამის გაშვებას აზრი არ არის, იმიტომ რომ make თვითონ პროგრამა, ამიტომ დასრულების კოდი შეიძლება ვაფშე სხვა იყოს. ამიტომ ჯერ უნდა გავუშვა და მე აი ეს შეიძლება გამოიყენოთ რა. ნუ აი ეს არის პირველი პროგრამა. ჩვენი გარჩეული. ახლა მოდი ცოტა პრინციპში აქ უკვე ერთი და იგივეა, აქ make ერთადერთი ამას დავამატებ. აი აქ. ხო, ის მინდა გიხსნათ, მაგრამ this იცი როდის აგიხსნით შემდეგ ვიდეოში, ახლა უბრალოდ ბევრი არ გამოვიდეს რა არის this. Так, აქ პრინციპში ერთი და იგივეა, უბრალოდ დავამატეთ აი ეს 4 ბრძანება და აი ეს სექცია. წერტილი data არის გლობალური ცვლადების სექცია. ეს უკვე დავხუროთ. და მოდი ტერმინალიდან მივმუშაოთ მაინც. ეს დავშალოთ. აი იქიდან მივმუშაოთ. так. ხო. ну, მოკლედ აქ რა ხდება ცოტა გავადიდოთ, რომ კარგად გამოჩნდეს. კიდევ ერთხელ. მე მოისაკმარისია. ეხლა მოდი ავხსნათ ეს რა არის. ანუ ეს პრინციპში უკვე ვიცით რაც არის, ეს წინა მაგალითია ფაქტიურად, ანუ ეს არის exit-ის, ანუ სისტემური სერვისის გამოძახება exit-ი, ანუ პროცესმა რო დაასრულოს მუშაობა, აი ეს არის რა? ეს არის write. ანუ write-ი არის როგორც ფაილში, ანუ ისე ასევე ვთქვათ მოწყობილობაში, თუ არის ეგეთი მოწყობილობა. და write-ი არის ასევე იმაში ტერმინალში. აი ამ ტერმინალს გულისხმობ რა. так, ეხლა იმისათვის რომ write-ი გამოვიყენოთ, ეს არის ოპერაციული სისტემის სერვისის ნომერი, უნდა იყოს 1, ანუ EAX-ში უნდა იყოს 1. აი ხედავ, write-ის კოდი არის 1, სისტემური სერვისის და სისტემური სერვისი exit-ის კოდი არის 60, აი ხედავთ. EAX-ში წერთ აქ 60, აქ წერთ 1. აი ამით EAX უყურებს ოპერაციული სისტემის ბირთვი რა უნდა პროგრამას. ანუ ეს არის მოკლედ სისტემური, ესე ვთქვათ, სერვისის ნომერი 1. მერე არის პირველი პარამეტრი არის ერთიანი, ეს არის დესკრიპტორი არის სტანდარტული აუტი. სტანდარტული აუტი არის, ანუ I have to გინდათ რომ დაბეჭდოთ. ტერმინალის აუტის არის. ანუ ესე იგი დესკრიპტორს ვეუბნები, თუ მე მინდა რომ აი ამ ტერმინალში დაიბეჭდოს, აქ ერთიანი უნდა ჩაუწერო რა, რომ დაიბეჭდოს ეს. მერე არის შემდეგი პარამეტრი RSI-ში უნდა ჩაწეროთ, ეს უკვე არის, აი ეს არის 32 ბიტიანი, ახლა აი ჯერჯერობით აი ჩვენ მე რაც გამოვიყენე, არის 32 ბიტიანი რეგისტრები. აი აქ უკვე 64 ბიტიანია. და რატომ? იმიტომ რომ აი აქ ქვემოთ თუ დააკვირდებით hello world არის. ანუ ეს არის string-ი, და მისი ესე ვთქვათ სახელი არის აი ეს. და აი აქ მოდი სახელია, მოდი
რეალურად ვთქვათ, ეს არის მისამართი, ვირტუალური მისამართი. ანუ როცა აიტვირთება ჩვენი პროგრამა რაღაცა მისამართზე, ვირტუალურ მისამართზე დაჯდება აი ეს სტრინგი. აი ზუსტად ამ ვირტუალური მისამართი მათ ჩაიწეროს აქ. რატო გამოვიყენეს 64 ბიტიანი რეგისტრი? იმიტომ რომ ის პროგრამა არის 64 ბიტიანი და 64 ბიტიანში დამისამართება გვაქვს 64 ბიტიანი. ანუ მისამართები. ამიტომ ეს ახლა მისამართი, ამიტომ აქ უნდა იყოს 64 ბიტიანი რეგისტრი, რომ ეს მისამართი ჩაიდენოს შიგნით. მოგლეთ, აქ არის სტრინგის მისამართს ვტენით აი ამ რეგისტრში და აი ამ EDX-ში უკვე ვტენით რამდენი სიმბოლო არის. ანუ ეს არის 13 სიმბოლო არის. ანუ hello world თავის სახის ნიშნით არის 12 და ეს არის 13. ეს რა არის, იცით? ეს არის სიშიოდესაც წერთა ესეთ რაღაც სპრინტებში. ანუ რა ახალ ხაზზე გადასვლა. მე ვნახავთ რომ მართლაც ასე არის. და მე system calls ვიძახებთ, ანუ რა ვეუბნებით ანუ ჩვენი ნაკადი ასრულებს აი ამ 4 ბრძანებას და მე-5 ბრძანებაზე უკვე ოპერაციული სისტემის ბირთვის სერვისი იძახებს. ანუ რა ნაკადი შეიცვლის კონტექსტს და გადადის უკვე ბირთვის კოდის შესრულებაზე. იქ რა ხდება ჩვენ ახლა შეჯერებით მაგაზე არ გვაქვს საუბარი და მოგლედ იქ შესრულდება ჩვენი შეკვეთა, ესე რომ ვთქვათ რა. შეკვეთა რატომ არის, რომ EAX-ში წერია რა გვინდა. ხო, ანუ ბირთვის კოდი უყურებს, რომ write-ი უნდა, ანუ რაღაცა უნდა ჩაწეროს, აბასად უნდა ჩაწეროს, RDI-ში შეხედავს, ერთიანი, ტერმინალში უნდა დაბეჭდა, აბა რის დაბეჭდა უნდა, სად არის ეს, hello world-ის დაბეჭდა უნდა, რამდენი ბაიტია, 13 ბაიტი. აი ამას დაბეჭდავს და მერე როდესაც აი ამას დაბეჭდავს, ანუ ეს არის system call. ანუ მე ახლა საწყობი ხო ამ კონტექსტში როდესაც შეიცვლის ნაკადი ჩვენი პროგრამის ასეთი ბრძანება აღარ სრულდება, ანუ ფაქტობრივად აქ გჩერდება. ეს ოპერაციული სისტემის ბირთვი ტერმინალში რო დაბეჭდავს ამ hello world-ს უკან გადმოვა, ანუ ესე იგი kernel mode-დან გადმოდის უკვე ნაკადი user mode-ში და მე აი აქ უკვე გაგრძელდება აი ამ კოდის შესრულება. ანუ რა აი ეს move EAX60, ანუ უკვე ვემზადებით პროგრამის დასრულებას რო დავასრულოთ. მე შესრულდება ეს, მე system call-ი გადახდება ისევ, გაწმინდავს იმ მოყოფილ რესურსებს, რომელიც დახარჯა ოპერაციულმა სისტემამ აი ამ პროგრამის ჩატვირთვისას და პრინციპში დასრულდება ყველაფერი. ანუ უკან უკვე აღარ გადმოხდება. ანუ აი ამ system service რო გამოვიძახებ, უკან უკვე აღარ გადმოხდება ნაკადი. всё, დასრულდება მათ ყველაფერი. ну, პრინციპში სულ ეს არის. ხო, აქ ანუ ეს არის, ესე ვთქვათ, ცვლადი სახელი, სინამდვილეში ეს არის ვირტუალური მეხსიერების მისამართი. DB არის data byte, ანუ ესე იგი ეს შედგება ბაიტებისაგან, ეს ფაქტობრივად არის მასივი, string-ი არის მასივი რა, ანუ აი პირველი მასივის პირველი ელემენტი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. და ანუ პრინციპში ეს აგიხსენით, რაც არის 16 ბიტში არის 10, ანუ აქ 10 რო დაწეროთ. მოდი აი დავწეროთ. ეს არის დახლი ხაზიენი ფაქტიურად რა. მოდით ახლა make-it დავაკომპილოთ და თან გავუშვათ, აი hello world. ნუ აი როგორც გითხარით. ნუ შეგვიძლია აქ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, აი მაგალითად ეს 10-იანი წავშალოთ. თქონა 12 დავწეროთ. აი რა ხდება უბრალოდ. ხედავთ რა სხვაობა, ანუ ეს რო გაუშვა. მერე გაშვების შემდეგ აი ეს კურსორი ჩამოდის აქ. პროგრამა რო გაეშვება და მერე აი აქ hello-ს რო დაგვიბეჭდავს, აი აქ რო გაჩერდება ეს 10-იანი. რა შვებოდა? აი ეს კურსორი ჩამოქონდა აქ და მერე თვითონ ამას ბეჭდავს უკვე Linux-ი, ანუ თვითონ ტერმინალი. აი აქ უკვე ჩამოტანა აღარ მოხდა და აი ეს დაბეჭდა იქ, სადაც ეს კურსორი იყო გაჩერებული. ამიტომ ჯობია დავაბრუნოთ აი ეს 10-იანი. თქვენ შეგიძლიათ ესე ვთქვათ,
ჩაატაროთ ექსპერიმენტები, გულიშით ეს. აღონაკ 13 უნდა ჩავხედავთ, აი 12 დავტოვე და ისევ იმუშავა, ამიტომ მოგეთ. ეს ხედავთ აი ამ პატარა რიცხვმა რა გააკეთა. აი 12 რო დავწეროთ. მოდი 12 არა 10 დავწეროთ. ნახავთ რა. მივიღეთ. უყურე hello world. ანუ d და ძახილის ნიშანი და აი ეს 10-იანი უკვე გამოდოვა. ამიტომ აქ უნდა იყოს 13. აი ესეთი რაღაცები გვაქვს. აი მოკლედ ძალიან მაგარია რა. პრინციპში სულ ეს არის თქვენ შეგიძლიათ ეს აკრიფოთ ეს ყველაფერი და რო დაიმახსოვროთ უკეთესად რა. ნუ გაჩერდებით, მარტო ვიდეოს ყურება არ არის საკმარისი. ეს თქვენ თვითონ უნდა აკეთოთ, თქვენ თვითონ უნდა ესე ვთქვათ, ივარჯიშოთ და გააცნობიეროთ. ხელოვნური ინტელექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რამეს ვერ გაიგეთ, ან მე მომწეროთ მასში რა ქვია, კომენტარებში. ეს ვიდეო ცოტა ალბათ დიდი გამოვიდა, მაგრამ ნუ საჭიროა. მოგეთ, კარგად და მომავალ ვიდეომდე.